ეს ინსტალაცია გავაკეთეთ წყალტუბოში თაგონებით. გადავწყვიტეთ, რომ სანატორიუმებიდან, რომლებიც დანგრევის პირას არის, გამოგვეზიდა არტეფაქტები და გამოგვეფინა გოეთეს ინსტიტუტში და წყლის საშუალებით რაღაცა ხალხი ინტერაქციაში შემოგვეყვანა ამ ყველაფერთან. ყველაფერი არის იქიდან წამოღებული. ეს კოლაჟიც იქ აგროვებული გადათებიდან არის და ყველაფერი აი 2005-2004 წლის გადათები არის, მაგრამ რაღაცები არის ესე 90 წლის მაგალითად და ასე შემდეგ. უბრალოდ რაღაცები იქ ნაპოვნი გადათებიდან ამოვიჭერი და ამაზე ძალიან გავერთეთ მგონი ყველა რაღაც პროცესი. ჩემთვის ძალიან ფან იყო ამ რაღაც ცოტა მოდასთან დაკავშირებაც თან და თან ასევე მაგ ყველაფერთან ერთად იმის აღმოჩენაც, რომ პოლიტიკურად ადამიანების წუხილები რაც გადმოიცემოდა ამ გაზეთებში მაშინ ძალიან შორს არ არის ეხლანდელი პრობლემებისგან, მაგალითად პენსიონერების პრობლემებისგან თუ ტოლვილების პრობლემებისგან პირველ რიგში რაც ყველაზე მეტად ეხება ხა ჩვენი პროექტი. რაღაც წყალტუბო ჩემთვის ყოველთვის რაღაცა ხრწნადი გარემოსავით იყო, თან რაღაც დიდი შთაგონების მატარებელი, მაგრამ თან და რაღაცა რომანტიზებაც მოყვებოდა თავისებური, მაგრამ თან სივრცე იყო, სადაც პირველ რიგში ხალხი ისვენებდა, მერე ტოლვილების თავშესაფრად იყო ქცეული და ეხლა ბოლომდე მიტოვებული და ინვესტორების ხელში ჩაგდებული არის და რავი, ესე ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ რაღაც პატივი მიგვეგვა თავისი ისტორიისთვის და რავი, ყველაზე მართებულად ჩავთვალეთ, რომ რაღაცები წამოგვეღო და ეს ხიბლი რაც არის მიტოვებული ადგილის სტუმრობის და რაღაცა იქ დატოვებული არტეფაქტების დათვალიერების ეს მაგისი ეს პატარა ფრაგმენტი წამოგვეღო. ვიტყოდი რომ ძალიან ცოცხალი პროცესი იყო თან, აი თავიდანვე არ ვიცოდით რა როგორ აიწყობოდა. მგონი აი რაც ბოლო დღეებში უკვე როცა აქ ფიზიკური მუშაობა დავიწყეთ და რაღაცების აწყობა, მერე უკვე ცხადი გახდა მეუბნება ყველაფერი რა იქნებოდა. და ეგ პროცესიც აი რაღაცნაირად თავისთავი ააშენა თითქოს და ჩვენ უბრალოდ რაღაც ვეხმარებოდით რაღაც ეგეთი პროცესი იყო. მაგრამ პირველად რომ ვიყავით და თან აი რაღაც ტურის სახე ქონდა მაგას, რომ აი დავდივართ ყველა რაღაც გიდი გვანახებს ამ სანატორიუმებს და ჩემთვის ძალიან უცნაური შეგრძნება იყო, რომ ამდენი რაღაც გამოიარა მაგ ადგილმა, ეხლა რაღაც ინვესტორების ხელში არის და კაცმა არ იცის რას უზამენ იქაურობას, ან დაანგრევენ, ან აი არ ვიცი და ეხლა რაღაცნაირად მე ძალიან დამზაფრა მაგან, რომ უცბად მე გავხდი რაღაც ტურისტი იმ ადგილას, სადაც ამდენი ადამიანი ცხოვრობდა და ჯერ კიდევ კვალი ეტყობა ძალიან ენერგეტიკულადაც ძალიან ეტყობოდა და ნუ ეს ნივთები ხო, ანუ კიდევ ბევრი რამე შეგვეძლო რომ წამოგვეღო რესურსი რო გქონოდა. უჩი რაც ჩავატიეთ. აი ბევრი ადგილის მოვლას ვაპირებთ, ეხლა მან იდეაში 2-3 ჯერ ვიყავით ამ პროექტის პარაგლებში, მაგრამ ბოლო ჯერ რო ვიყავით რაღაცების წამოსაღებად, რავი, იქვე ნაპოვნ ყუთში რაღაცები ჩავალაგეთ და რავი, ისე მალე გაივსვა 1-2 ოთახში რაღაცა, იმიტომ რომ ნაგვად დაყრილი არის ჩვეულებრივად, მტვერი ემატება უბრალოდ და აქ აღარავინ აღარ ცხოვრობს და დასანგრევად არის შენობები მზად. დამდგარი წყალი მე ობდება და რაცა დინებაში არის, მაშინ რაღაც ახალი შემოაქვს. ბერლინში ავიღეთ ძალიან გამოფენას გოეთედან. სად იქნება ეგ ჯერ არ ვიცით მგონი, მაგრამ ხო და როგორი სახით წავიღებთ მაგადად საფიქრალი გვაქვს. იმიტომ რომ კიდევ ერთ ტრანსფორმაციას განიცდის ეს ყველაფერი უკვე იმით რომ ბერლინში წავიღებთ და იქ იქაურ კონტექსტს მოვარგებთ, ასე ვთქვათ.